ძალიან დიდი ცენტრალური თემა ჩვენი უახლეს ისტორიაში იყო თვითმფრინავის ბიჭების ამბავი და ისტორია და იყო ეგრეთ წოდებული შემდეგ უკვე ჯინსების თაობად შერაცხული ლეგენდა, რომელიც სპექტაკლებით ითქმებოდა, იდეალიზირება ხდებოდა ამ ყველაფრის, მე პირდაპირ ვიტყვი რა ტერორისტული აქტის იდეალიზირება ხდებოდა რა. იმიტომ არ ვიძახი ახლა მე ჩემთვის გეგაც უახლოესი იყო, საერთოდ თინიკო ფეტუიაშვილი ჩემი ძმის კლასელი იყო, ერთად გაზრდილები ვართ ჩვენ. მისი მეგობრები, თინიკოს მეჯვარეები, ნინო შალუტაშვილი და ანანო გუდიაშვილი, ლადო გუდიაშვილი, ხო ეკა შალუტაშვილი და ანანო გუდიაშვილი მელია. ლადო გუდიაშვილი შვილიშვილი იყვნენ ამ პროცესების მონაწილე, რომელიც საერთოდ არ არსებობს ჯინსების თაობაში, არ არსებობს ამ ბიჭების თვითმფრინავის ამბავის ბიჭების სიტუაციაში და მე მინდა განახოთ ახლა რა ის პატარა სურათები, ძველი რა, ჩემი ძმის კლასის სურათები, სადაც თინიკო და ეკა არიან ერთად. ნაი, ლევანი და თინიკოს სურათი არის, თქვენ ხედავთ კარგად. ეს არის ლევანის კლასი. თინიკო რა ვიცი, ძალიან მიყვარს მე თინიკო რა, ძალიან რა ვიცი, ბავშვობი და ეს არის ეკა შალუტაშვილი, ეკაც და თინიკოც ორივე ძალიან მიყვარს და ფაქტიურად მაგათ ხელში ვარ გაზრდილი რა. სულ ჩემს სახლში ან თინიკოსთან, ან მოკლედ ეს არის 55 სკოლა და ამ სკოლის კიბეები რა, სადაც თინიკო და ესეთი ლევანის კლასი არის კიდე გამოხატული რა. ეს არის ეკა შალუტაშვილის ფოტო, ეკა შალუტაშვილი, რომელიც იყო ამ თვითმფრინავში და მეჯვარეები იყვნენ პრინციპში რა. ხო და ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ეს არის ქორწილი, სურათზე ჩანან ეკა შალუტაშვილი, ანანო მელია, თინა ფეტუიაშვილი, გეგა კობახიძე, სოსო წერეთელი და ფეხზე დგას დათო მიქაბერიძე. დათო მიქაბერიძე ჩემი უახლოვესი ბავშვობის ძმაკაცი, პრასტაკასი, ვაჟიკო მიქაბერიძის უფროსი ძმა იყო და ფაქტობრივად მაგათ სახლში ვარ გაზრდილი რა და ძალიან ახლოს ვიცნობდი დათოს. დათო იყო მხატვარი, აკადემიაში სწავლობდა და ძალიან შეძლებული ოჯახი იყო რა, მამამისი რაჟდენ მიქაბერიძე იყო ინტურისტროის, ესე ვთქვათ, მთავარი, აი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე მთავარი მაგის ინტურისტროის დამფუძნებელი და ნუ ძალიან შეძლებულები იყვნენ, მოკლედ მახსოვს, აი უჯრებს რო გაუაღებდა დათო, ფული, ასმაეთიანები ესე ეყარა და მოკლედ ამერიკის დროშები, ოთახში ისა და თან აკადემიის სტუდენტები და ხო იცი, აი რაღაც აი ამერიკა და აქ რა უნდა ვაკეთო, აქ არ არის ჩემი ადგილი. მოკლედ ესეთი ძალიან მაგარი კაი ბიჭი იყო რა, მოკლედ, მაგრამ ესეთი ის ქონდა რა, სამწუხაროდ რა, საერთოდ აკადემიის სასწავლოს ვინც იქ სწავლობდა მაშინ, ისეთი შვილები სწავლობდნენ რა, ისეთი ადამიანების და ცოტა ისეთი ბომონდური სასწავლი იყო რა, ეს ხონებული წერეთელიც იქიდან იყო რა და რა თქმა უნდა თინიკო და ეს გეგა კობახიძის ურთიერთობაც ძალიან ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ ჩემთან იყო ლევანის კლასის ესე კი ბანკეტი თუ კეიფი თუ რაღაცა 2 წლის მერე სკოლის დამთავრების და ჩემთან იყო სახლში ეგ ბანკეტი და მახსოვს რომ გადავიხედე ქვაკეში ვცხოვრობ მე იქ მეწყე სამანტყოფოს პირდაპირ ეზოში და იქ პატარა სკვერი არის რა, კოკას სკვერი ქვია ეხა კლდიაშვილის მაგ სკვერს და იქ იდგენ რა, თინიკო და გეგა და აქედან ამოდით და ზუსტად 1-2 დღე იყო დარჩენილი ალბათ იმ თვითმფრინავის ამბებამდე და ნუ რაღაც უხასიათოდ იყო რა, გეგა შევატყვე რა, მაგრამ ნუ აღარ დაგვიძალებია ეგ ამბავი და მოხდა ის, რაც მოხდა რა.
მაგრამ ისი მოყოლა მინდა რა, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ღალატი იყო ჩადენილი ამ ორი 20 წლის გოგოს მიმართ რა. მხედველობაში მაქვს ეკა შალუტაშვილი და ანანო გუდიაშვილი. ნუ ანანო გუდიაშვილი წაიყვანეს იქ როგორც ფარი, რომ ის იყო ლადო გუდიაშვილის შვილი და მაინც რაღაცნაირად მაგრამ არ გააფრთხილეს ისე სად მიდიოდნენ, გოგოებმა იცოდნენ რომ ისინი ბათუმში მიდიოდნენ და მერე მოხდა ის მთელი ამბავი, რა ვიცი, დაჭრილებიც იყვნენ ეს გოგოები, ნუ საშინელი ფეხში დაჭრილები, იქიდან თვითფრინავიდან გადმოხტობები და დალეწვები და ნუ რა ვიცი, მერე კაკებეში თრევები ამ საწყალი გოგოების და მოკლედ შეიცვალათ მთელი ცხოვრება რა. ნუ ეკას ყოველ შემთხვევაში ანანოსთან ისე ურთიერთობა არა, მაგრამ ყოველდღიური კი არა, საერთოდ ისეთი მინიმალისტური, იმიტომ რომ თემიკოს აივანი და ანანოს აივანი ერთი და იგივე აივანი იყო და იქ ხდებოდი ხოლმე რა, ბავშვობაში ანანოს და ის ლადო გუდიაშვილის სურათებს რომ აინტერესებდა, ვათვალიერებდი ხოლმე, მაგრამ აი ეკასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა შაუტაშვილთან და ამ გოგოს ცხოვრება დაინგრა უბრალოდ რა. აი დღესაც წარმოვიდგინეთ, არა აქვს ურთიერთობა. თინიკოს კი უნდა, როგორც მე გავიგე, ხე ჩემი ძმის კლასელებიდან, რომ რაღაცნაირად შერიგება მოხდეს, მაგრამ ეკა ვერ ხარშავს ამას, რომ რაღაცნაირად შერიგდეს თინიკოსთან რა, იმიტომ რომ რა წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი გავიდა და მეჯვარეები და ბავშვობის დაქალები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ხო, ამაში ვერ დავარქვი, ხა როგორც არ უნდა ურთიერთობა მქონდეს, ხო, თინიკო არ არის მართალი ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ გაწირა პრინციპში თავისი მეგობრები და დაქალები ძალიან ცუდ სიტუაციაში გაატარა და რატო ყვები საერთოდ ამ ამბავს, იმიტომ რომ სიმართლე მინდა რა, ეს თავარი ისტორიაა ჩვენ ცხოვრების ალბათ თვითფრინავის ბიჭების ისტორია და ეს მინდა რომ არ დარჩეს რა, ესეთი დახურულ ფურცლად რა და მხოლოდ იდეალიზირებულ ამბად, რომ აი ამერიკაში მიფრიდავდნენ სიყვარულის ესე ვთქვათ, აი ახალგაზრდა სიყვარულს. კი, გასაგებია, რომ გეგაც ძალიან მიყვარს, გეგას ნათელა მაჭავარია და დედიკოს გიჟდები ძალიან მიყვარს, მაგრამ მაგიტო არ ყვები, უბრალოდ ისტორიას ყვები რა, რაც იყო და როგორც იყო რა. უბრალოდ არ მინდა რომ რაღაცნაირად იდეალიზირებულად შეირაცხოს, როგორც ჯინსების თაობამ შეერაცხა და ხალხს აჩვენებს, რა ვიცი, მილიონი სპექტაკლი და მილიონი კინო. აი მაშინ პირველად მაშინ დამწყდა გული მის ავტორზე. არ დავასახელებ ახლა სახელს და გვარს, რომ თუ აკეთებ რაღაცა ისტორიას, როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ხო ჩვენთვის რაღაცა და ისტორიას ეხები, ხო? მაშინ სამართლიანად შეეხი ამას, ხო? ამდენი ხანი მუშაობ, შეისწავლე, თუ არ იცი, გაარკვიე, ყველა შენ გვერდზე იყო, მაშინ იქ რა ხდება, ვაკელი კაცი ხარ, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. სხვათა შორის მით და გითხრათ, რომ ჯინსების თაობის სპექტაკლის ვარიანტის ისა რა ქვია, ავტორი არის ტურაშვილი და ეს მეორე რომ გადაიღეს ახლა ეს ლაშა ბუღაზი არის იმის ავტორი რა. და იმის რეჟისორი არის კიდე ეს რომ არის მიხალკოვისიძე. ხო, არ ვიცი რა ქვია და როგორ ქვია. რეზო გიგინეიშვილი, ხო. ამ ხელა თემას ეჭიდები, ხო? კი, გასაგებია ყველაფერი, რომ შევარდნაძე და რაღაც. არის კიდე აქ მეორე ისტორია, ხო არის ეს ერთი ღალატის ისტორია, ის საკვანძო ისტორია ამ პროცესში, მაგრამ არის კიდე მეორე ისტორია, რომელიც ეხება აი საშინელი ის იყო მართლა მაშინ რა, რომ აი დათრგუნულები ვიყავით ყველანი და ის და ხელოვანი ხალხი გამოვიდა და შევარდნაძის მიმართეს, იცით ეს თქვენ ძალიან კარგად, ხელმოწერებით, რომ გაენთავისუფლებინათ ეს ბიჭები და ნუ ძალიან დიდი ხელმოწერები შეგროვდა და მე ეს რომ გაიგო ანდროპოვმა მოსკოვიდან დარეკა და ნუ შევარდნაძე საშინელი მუქარებით, რომ და ეგ ვინ არიან ეგ ხელოვანები და მაგათაც გვერდში მოусვავთ და ნუ მოკლედ გამწარებული და შევარდნაძემ დაიბარა ეს ხელოვანები და გაიტანეთო უკანო, თორე აი არ ვიციო რა მოხდებო, ალბათ დაგვიჭერენ თქვენს და მეც და ყველას ერთადო რა. ეს სიტუაცია იყო და ძალიან ბევრმა გამოიტანა უკან რა ამ ბიჭების შეწყალების ამბავი და ორადორი ადამიანი დარჩა, როგორც მე ვიცი, მაგრამ ეს ორი რო ზუსტად ვიცი ნაღდათ იყო. გიგა ლორთქიფანიძე და
ნოდარ დუმბაძე. თქვენ წარმოიდგინეთ რა გმირობის ტოლფასი იყო მაშინ ეს. დღეს რომ ამათ კიდე იყვნენ მე მგონი. ხო, წითელ ინტელიგენციას ეძახიან. ძალიან ბევრმა ის. თქვენ ხარ გონიათ რომ ანდროპოვის დაბარებული და ის და ამ ადამიანებს რა მოელოთ, მე ცოტა ხანში გარდაიც მოკვდა ანდროპოვი, თორე საშინელებები დაემართებოდათ. გიგა ლორთქიფაიძის მით უმეტეს ხა ვიცი მაგის რავი შვილი ვითავა რა, მაგის ჯგუფში ვიყავი და ძალიან უყვარდი რა გიგას და მე მინდა გითხრათ რომ გიგაზე მაგარი ქართველი და მაგარი კაცი და მაგარი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რეჟისორი და არ არსებობს, არ მინახია. თავისი ყველანაირი იმითი რა და მე მინდა გითხრათ გაგახსენოთ 9 აპრილების მერე თქვენ თუ არა გაქვთ ნანახი, ნახეთ როგორ კულტურის სამინისტროში არა, იქ ჩავიდნენ, რუსეთში ჩავიდნენ თეატრალური საზოგადოებაში. და დაახურეს ყველაფერი, იქ არიან ულიანოვები, ის ყველა და აქედან არის გიგა. მარიკა, გიგა, ეთერი გუგუშვილი, მაგრამ გიგა ლაპარაკობს რა. და რას უშვება ამათ უბრალოდ ნახეთ რა. საშინელ დღეში ყავს. საშინელ ვიზე იძახით კომუნისტური გადმონაშთი, გიგა ლორთქიფანიძეზე იძახით. ჩემ გიგა ლორთქიფანიძეზე იძახით კომუნისტური გადმონაშთი იყო ერთი რაღაცა პატარა მაინც გიგავდეთ გიგა ლორთქიფანიძეს რა. და მიშა სააკაშვილზე იძახიან რომ რა. დავით აღმაშენებელიო. გაუშვით რა ჩემი გიგა სურათი რა ძალიან გთხოვთ როგორ მიყვარს ეს კაცი რა. როგორი მაგარი კაცი იყო, როგორი მაგრა უყვარდა თავის ქვეყანა რა. და ვისაბრალებენ ბიჭო კომუნისტურ გადმონაშთს რა. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ეს რატო არ შეიტანა? ეს ხო თავარი ამბავია რა, რომ ამ რა ვიცით, აი სასწაულმა ხალხმა ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფაიძე ერთი შენი დედაცო შევარნაძეს რაც გვინდა, რაც უნდათ ის გვიქნანო რა. ჩვენ ამას უკან ხელს არ წავიღებთო რა. და დარჩენ ისევე კაცებად როგორებიც იყვნენ რა. აბსოლუტურად რო გინდათ შეცვალოთ ყველანაირი ღირებულებები რა. აუხ როგორ არ მიყვარს ეს ყველაფერი და აი როგორ ტურასავით დაძვრებით რა. აი იმიტომ არ ვიძახი რომ რაღაც მართლა არ ვიძახი იმიტომ რომ რაღაც ნიშნის მოგებით გელაპარაკოთ უბრალოდ რაღაცა წერილები გქვიათ და რაღაც კონკრეტულ ისტორიას, კონკრეტულ ეპოქას ასახავთ. ესეთი რაღაცები როგორ უნდა გამოტოვოთ, თავარი რაღაცები. არ ვიცი რა, ალბათ ყველას არ აქვს რა ისტორიის დაწერის უფლება რა უკვე იმის მერე რომ თან არ მინდოდა რომ რაღაცა მე თქვა გულში მქონდა წინდა მაგრა თქესმის არ მინდოდა რომ რაღაცა მე თქვა რა, მაგრამ სულ გულში მქონდა ეს ისტორია, ლევანი სამცოცხალი იყო, ლევანი მეუნებოდა რომ არ გინდა, არ ნუ გააშუქებთ მაგას, ნუ გააშუქებთ მაგას. ვერ მოვიტფინე და ვერ ვითფენ ეხა რომ ვიცი რა სიტუაციები იქ რა ხდება ეხა რო იკრიბებიან კლასელები ეკა შალუტაშვილი თუ ითინიკო ფეტუაშვილი თუ მიდის ეკა შალუტაშვილი არ მიდის გესმის აი კონტაქტი ძალიან მურტალი ძალიან ეს არ არის მარტო ის რომ აი აფრინავენ და ქარათეს რა ქვია ბიჭები თვითფრინავის და რაღაცა თქვენი დედამჯდარიყო იმ თვითფრინავში ერთი რა თქვენი დედამჯდარიყო იმ თვითფრინავში ერთი რა იდეალიზაციას ნოაკეთებთ ამ რაღაცეების სირცხვილია ტეხავს მომავალი თაობების წინაშე რა ეს იყო ტერორისტული აქტი და დაარქვით როგორც ტერორისტული აქტი თუ შეგნებული თუ შეუგდებელი ძალიან პატარები იყვნენ რა გეგა რაღაც 21-22 წლის ბიჭი იყო დათოც ეგრე იყო თინიკო საერთოდ და გოგუები 20 წლის იყვნენ იქ დანარჩენები კიდე ის წერეთელი იქნებოდა ეს მოკლედ ყველას შეეძლო რა უცხოეთში წასვლა თავის გზით ყველას ჰქონდა ის შესაძლებლობა და გაქანება და ის მშობლების ისე ვთქვათ ზურგი რომ ყველა შეელო წასულიყო ჩვეულებრივად საზღვარგარეთ მაგრამ გადაწყვიტეს ესეთი ტერორისტული აქტით წასვლა თან გუდიაშვილის შვილიშვილით თვითფრინავში და არ გამართლდა ეს ამბავი და ვერ წავიდნენ რა ეგ მოხდა და ეგ ხო და რა ვიცი
ძალიან რთულია რა, ძალიან რთულია ეს ცხოვრება რა. მე ერთ ჯინსების თაობაში დიმა ლორთქიფანიძის სიუჟეტს ყვება დათო რა და იქ ციხეშიო დიმა ლორთქიფანიძე იყო ძალიან ერთადერთი ალბათ შეიძლება ითქვას ერთადერთი კანონიერი ქურდი ინტელექტის ზეიმი თუ შეიძლება ესე ითქვას პარიჟანენ ესე ეძახდნენ რა პარიჟანენ ესეთი კლიჩკა ქონდა რა ეს იყო ნოდარიკო ლორთქიფანიძის მამა და კოკა კლდიაშვილის სიძე ვის ხელშიც ვარ გაზდილები მართლა რა და ჩემი უახლოესი ძმაკაცის ლევან ქველიძის ბიძა რო 83-ში რო გამოვიდა ციხიდან ლევანთან ცხოვრობდა ყიფშიძეს ქველიძესთან და ლევანმა რო წაიკითხა ეს და მირეკავს და ბიჭო დიმა ჩემთან ერთად იყო ჩემთან ცხოვრობდაო მაშინ და რა სპება ეს ტურაშვილიო რა ერთად უყურებდით ტელევიზორში მაგ თვითმფრინავის ბიჭების ამბავსო რა და იქ იდეალიზირებული აქვს ისეთი რომ აი დიმა კუბიმაში იჯდა გვერდზე კამერაში და და აი გეგა რო გაყავდა დასახრეტად დიმამ ეს მთელი ამბავი და ქურდები და ამბავი ჩართო და იქ სიმღერა და აი ხატრული შეფასებების ის და არა ისტორიული ამბის რა გული მწყება მაგრად ტურიკო მაგრად